თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიის წევრებს შეხვდა შეხვედრაზე სხვადასხვა ურბანული საკითხები და მათი ხარვეზების აღმოფხვრვის გზები განიხილეს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ქუჩების რეაბილიტაციაზე, ჭებისა და ასფალტის საფარის განახლებაზე და ქალაქის დასუფთავების პრობლემებზეც განმახვილა ყურადღება, ასევე აღნიშნეს ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობის აუცილებლობაც. ეს პირველი შეხვედრა იყო კეთილმოწყობის სამსახურთან და მის ხელმძღვანელთან. საკუთრ თითქმის ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ იმ სიტუაციის შესახებ, რაც აქამდე არსებობდა სამსახურში და ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც უნდა განახორციელოს კეთილმოწყობის სამსახურმა. ჩვენ ვაპირებთ ფაქტიურად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა მიმართულებით, ყველა პროექტების დახვეწას, ეს იქნება როგორც საგზაო სფერო, ასევე ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოები, ასევე თქვათ მიწისქვეშა გადასასვლელების მოპატრონა, აი ყველა მიმართულებით, რაც კი ასე თქვათ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციაა. ძალიან სასიამოვნო ტრადიცია მკვიდრდება ახალ საკრებულოში, რომ პირველივე დაძახილზე მოდიან მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და დღეს მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი დავჩინეთ, რომ ძალიან კვალიფიციურად ჩამოაყალიბა ხედვა, კარგად გააკეთა ანალიზი ახალმა ხელმძღვანელმა კეთილმოწყობის სამსახურის, კარგად გააკეთა ანალიზი სადიკო ხარვეზები და რაც არის გამოსასწორებელი კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობაში.